ძვირფასო მეგობრებო, ჩვენი დღევანდელი ლექციის თემა გახლავთ ენისა და ისტორიის ერთმანეთისადმი მიმართების საკითხი, აფხაზეთის მაგალითზე. მოგეხსენებათ, აფხაზეთი ის რეგიონია საქართველოსის, რომლის შესახებაც აფხაზ და ქართველ ენათმეცნიერებსაც, ისტორიკოსებსაც ერთმანეთისაგან ძალიან განსხვავებული შეხედულებები აქვთ. ეს შეხედულებები სერიოზულ კამათსა და დავას იწვევს. ხშირ შემთხვევაში ასეთი სადავო საკითხების შესახებ ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან ცნობებს გვაწვდის ენა. როგორც ჯერ კიდევ მე-18 საუკუნეში დიდი გერმანელი მოაზროვნე ვილჰელმ ფონ ჰუმბოლდტი ამბობდა, ყოველი ენა უნიკალური მოვლენა გახლავთ და იგი ძალიან მკაფიოდ ასახავს იმ ენაზე მოლაპარაკე ხალხის განვლილ ცხოვრებას, მის ისტორიას, იმას თუ რა გარემოში ხდებოდა ყოფა, როგორი იყო მისი ცხოვრების პირობები და ასე შემდეგ. ეს თვალსაზრისი ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ დღეისათვისაც და დღემდე არ დაუკარგავს თავისი მნიშვნელობა. როგორც მოგეხსენებათ, ისტორია ის დარგია, რომელიც ემყარება უპირველეს ყოვლისა წერილობით წყაროებს, მაგრამ საკმაოდ ხშირია შემთხვევები, როდესაც ისტორიკოსს უჭირს კონკრეტული პერიოდის ისტორიის აღდგენა იმის გამო, რომ იმ პერიოდისათვის წერილობითი წყარო უბრალოდ არ არსებობს, ან არ მოღწეულად, ან თავის დროზე არ დაწერილა და ასე შემდეგ. ამ შემთხვევებში უკვე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა დამხმარე საშუალებები შეიძლება იყოს გამოყენებული იმ ბურუსით მოცული პერიოდის ისტორიის აღსადგენად. აი ასეთ შემთხვევებში ძალიან ხშირად ისტორიკოსს დიდი დახმარება შეიძლება გაუწიოს ენობრივმა მონაცემებმა. ეს აფხაზეთის ისტორიასაც ეხება. აფხაზეთის ისტორიის ძალიან ბევრი მონაკვეთი წერილობით წყაროებში არის ასახული, კერძოდ ბერძნულ წყაროებშია, ლათინურენოვან წყაროებში, შემდგომ უკვე მომდევნო პერიოდებში არაბულ წყაროებში, ქართულში თავისთავად და სხვა ენებზე შედგენილ მატიანეებსა თუ ჩანაწერებში, მაგრამ არის საკითხები, რომელთა შესახებაც წერილობით წყაროებში არანაირი ინფორმაცია არ არსებობს. აი ასეთ შემთხვევებში თვითონ აფხაზური ენა და ქართულიც მასთან ერთად გშველის იმ საკითხების გარკვევაში, რომლებიც ისტორიკოსისათვის შეიძლება ბუნდოვანი იყოს, ან სადავო საკითხი გახლდეთ. ჩვენი საუბარიც სწორედ ასეთ საკითხებს ეხება. უპირველეს ყოვლისა მინდა თქვენი ყურადღება მივაქციო იმას, რომ წერილობით წყაროებში ძალიან ხშირად იხსენიება გეოგრაფიული სახელები, რომლებსაც შეუძლიათ გასაღები მოგვაწოდონ იმ კონკრეტულ პერიოდში აფხაზეთის ტერიტორიაზე მოსახლე ადამიანთა ეროვნების, მათი სარწმუნოების, მათი სხვადასხვა თავისებურებების შესახებ. ეს ეხება ეთნოლოგიურ თავისებურებებს, ეს ეხება კულტურის თავისებურებას და ასე შემდეგ. ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ გეოგრაფიული სახელების გარდა ისტორიკოსისათვის შეიძლება გადამწყვეტი და საინტერესო ფაქტები იყოს მიწოდებული ენათმეცნიერის მიერ, თუ გაანალიზდება გვარსახელები, თუ გაანალიზდება კონკრეტულ დარგებთან დაკავშირებული სიტყვები და გამოთქმები. მაგალითად, თუ აღმოჩნდება, რომ რომელიმე მეტყველებაში არსებობს მეცხოველეობასთან დაკავშირებული დიდძალი ტერმინოლოგია, ასეთ შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ ეს დარგი ცხოვრებისა, ეს მეურნეობისა გავრცელებული ყოფილა იმ ენაზე მოლაპარაკე ადამიანთა შორის. თუ აღმოჩნდება, რომ მეცხოველეობის ტერმინები უფრო განვითარებულია, ვიდრე ვთქვათ მიწათმოქმედებისა, მაშინ ეს დასკვნა ენათმეცნიერის მიერ ჩატარებული საშუალებას მისცემს ისტორიკოსს დაასაბუთოს, რომ
ამ შემთხვევაში უპირატესობა როგორც ჩანს მოცემული ხალხის ცხოვრებაში მეცხოველებას უფრო ჰქონდა ვიდრე მიწათმოქმედებას. ან აფხაზეთის შემთხვევაში აქ გადამწყვეტი შეიძლება აღმოჩნდეს ზღვაოსნობასთან და მეთევზეობასთან დაკავშირებული ტერმინების მონაცემებს. მაგალითად შეიძლება თავმად ითქვას, რომ აფხაზი ენათმეცნიერების ერთი ნაწილი, განსაკუთრებით ის პიროვნება, რომელმაც საგანგებოდ შეისწავლა აფხაზურ ენაში არსებული მეთევზეობისა და ზღვაოსნობის ტერმინები, აკეთებს ძალიან საინტერესო დასკვნას, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ თურმე აფხაზურ ენაში ზღვაოსნობისა და მეთევზეობის ტერმინოლოგია საკმაოდ განვითარებულია, მაგრამ ამ ტერმინოლოგიაში არის არა მარტო წმინდა აფხაზური წარმოშობის სიტყვები, არამედ სხვა ენებიდან შესული სიტყვები. სამწუხაროდ ეს ავტორი ოთარ ძიძარია ივიწყებს იმ ფაქტს, რომ ამ აფხაზურ ლექსიკაში, რაც მას გაანალიზებული აქვს, ლომის წილი აქვს ქართულიდან შესულ ტერმინოლოგიას. მაგალითად, ქართულიდან ნასესხები აფხაზურ ენაში ისეთი სიტყვები, რომლებიც აღნიშნავენ ძვირფასი ჯიშის თევზის დასახელებებს. მაგალითად, ზუთხის სახელი აფხაზურად არის აჟუნთხი. რაც აშკარაა, რომ ქართულიდან შესული სიტყვა გახლავთ და მიგვანიშნებს იმაზე, რომ აფხაზებმა ეს სიტყვა ამ თევზის აღსანიშნად სწორედ ქართველებისაგან მიიღეს. ასეთივე შეგვიძლია სხვა მაგალითიც ბევრი დავასახელოთ და საბოლოოდ დასკვნა შეიძლება ერთი გამოვიდეს, რომ აფხაზურ ენაში სინამდვილეში განსხვავებით ოთარ ძიძარიას დასკვნისაგან ზღვაოსნობასთან და მეთევზეობასთან დაკავშირებული ლექსიკის ძალიან დიდი ნაწილი სწორედ ქართული სამწიგნობრო ენიდან არის შესული ან და მეგრული მეტყველებისაგან. ეს კი იმას მიანიშნებს, რომ აფხაზები ზღვას ეცნობოდნენ არა უშუალოდ, არამედ ქართველების შუამავლობით. ესე იგი, მათგან სწავლობდნენ ზღვის ბინადართა, კერძოდ თევზების სახელწოდებებს, გემის ნაწილთა სახელებს და ასე შემდეგ. აქ რამდენიმე მაგალითი შეიძლება ვთქვათ ზღვაოსნობასთან დაკავშირებით გავიხსენოთ. გემის ერთ-ერთი სახეობა აფხაზურად აღინიშნება ტერმინით, რომელიც ჟღერს როგორც აზანდალ. აზანდალ ეს არის გემის ის სახეობა, რომელსაც ქართულ ენაზე სანდალი ქვია. რა თქმა უნდა, არც სანდალი და არც აფხაზური ფორმა არ არის ქართული წარმოშობისა, არც აფხაზური წარმოშობისა, მაგრამ აქ გასაღები შეიძლება აღმოჩნდეს ის, რომ მეგრულ მეტყველებაში ძალიან ხშირად s თანხმოვანი სიტყვის დასაწყისში გვაძლევს z თანხმოვანს. აფხაზურში რომ აზანდალ ვარიანტი არსებობს, ეს იმის მაჩვენებელია, რომ აფხაზებმა ამ გემის სახელწოდება გადაიღეს სწორედ მეგრული მოსახლეობისაგან. ანუ მეგრელები უფრო ადრე იცნობდნენ გემის ამ სახეობას, ვიდრე აფხაზური მოსახლეობა იცნობდა. აი ამგვარი ფაქტები ძალიან მნიშვნელოვანია ისტორიკოსისათვის იმ გაგებით, რომ ჩვენ შეგვიძლია დასკვნა გავაკეთოთ, რომ თავდაპირველად როგორც ჩანს ზღვასთან და მეთევზეობასთან დაკავშირებული რეალიები აღინიშნებოდა აფხაზურ ენაში არა საკუთრივ აფხაზური სიტყვებით, არამედ ქართული სამწიგნობრო ენიდან და მეგრული მეტყველებიდან ნასესხები ტერმინებით. ასეთი მაგალითი ძალიან ბევრი შეიძლება დავასახელოთ. შორს რომ არ წავიდეთ, შეგვიძლია სხვა დარგში გადავიდეთ. მაგალითად, ბოტანიკური ტერმინების ანალიზი საფუძველს გვაძლევს დავასკვნათ, რომ აფხაზურ ენაში უპირატესად კარგად არის წარმოდგენილი მთის, განსაკუთრებით მაღალი მთის მცენარეთა სახელწოდებები და ამ სახელების აბსოლუტური უმრავლესობა არის საკუთრივ აფხაზური წარმოშობისა. ამ მონაცემის გვერდით ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ იმის აღნიშვნაც, რომ იმავე აფხაზურ ენაში ბარის, ჭაობიანი ადგილებისა და ზღვისპირეთის სუბტროპიკული ჰავის პირობებში გავრცელებული მცენარეების სახელების უდიდესი ნაწილი
აფხაზურ ენაში წარმოშობით ქართველური გახლავთ. ესე იგი, ან ქართული სამწიგნობრო ენიდან ანასესხები, ან მეგრული სამწიგნობრო, მეგრული სამეტყველო, მეგრული მეტყველებიდან. მოკლედ გავიმეორებ. ეს მონაცემები იმას გვიჩვენებს, რომ აფხაზურ ენაში ბოტანიკური ტერმინები, რომლებიც ბარისა და ზღვისპირეთის ჭაობიანი ტერიტორიების მცენარეულობას აღნიშნავს, ნასესხებია ძირითადად ქართული სამწიგნობრო ენიდან და მეგრული მეტყველებიდან. ეს უკვე მრავლის მეტყველი ფაქტია იმდენად, რამდენადაც პირდაპირ გვიჩვენებს, რომ აფხაზური მოსახლეობა ზღვის ნაპირას მოვიდა გაცილებით უფრო გვიან და შესაბამისი მცენარეულობის გაცნობას ასევე გვიან მოხდა. შესაბამისად, მათ რა კი არ ქონდათ ენაში ამ მცენარეთა აღნიშნული სიტყვები, ისინი ისესხეს დამკვდური მოსახლეობისაგან და ამგვარად შეივსეს ის ნაკლი, რომელიც აფხაზურ ენას ჰქონდა. ბევრი შეიძლება კიდევ სხვადასხვა დარგიდან ანალოგიური ფაქტის გახსენება, მაგრამ ალბათ ისტორიკოსისათვის მაინც გადამწყვეტი გახლავთ გეოგრაფიული სახელები, რომლებიც ისეთ ინფორმაციას აწვდის ისტორიკოს, რომელსაც ვერანაირი წყარო ზოგჯერ ვერ აჯობებს. მაგალითისათვის შეიძლება ბევრი შემთხვევა დასახელდეს. ჩვენამდე მოღწეულია ძალიან ბევრი ევროპელი ავტორის მიერ შედგენილი რუკა. ეს არის საზღვაო რუკები, ეს არის კონტინენტების რუკები, რომლებზეც შავი ზღვის სანაპიროა ასახული და ჩრდილოეთ კავკასიის შესაბამისი მომიჯნავე ტერიტორიებიც. აი ამ რუკებიდან, რომლებიც აქაც გვაქვს წარმოდგენილი, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მაინც იტალიელი კარტოგრაფის, მე-16 საუკუნეში მოღვაწე იტალიელი კარტოგრაფის ჯაკოპო გასტალდის აზიის რუკას, რომლის ერთი ნაწილი საქართველოსაც ასახავს და კერძოდ ეს არის შავი ზღვის სანაპირო. აქვე ამავე რუკაზე ჩრდილოეთ კავკასიის გარკვეული რეგიონიცაა გამოსახული. ახლა რა თქმა უნდა ეს შეიძლება კარგად არ გამოჩნდეს ასე, მაგრამ შემდეგ გადიდებული კადრით შეიძლება ნაჩვენები იყოს. ამ რუკაზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე ტერიტორიას ავტორი იტალიურ ენაზე მენგრელიას უწოდებს. ანუ აქ აფხაზეთი სიტყვა გამოყენებული არ არის. ამას გარდა დღევანდელი ქალაქ სოხუმის ადგილას მდებარე დასახლებული პუნქტი ავტორს რუკაზე გამოსახული აქვს სანატოპოლი სახელწოდებით, რაც დამახინჯებული ძველი სახელწოდება გახლავთ სოხუმისა სებასტოპოლისი. აი ამ სახელის ვარიანტია ეს სიტყვა. მაგრამ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი გახლავთ ის ფაქტი, რომ კავკასიონის ქედის გადაღმა რუკის შემდგენელს გამოსახული აქვს დიდი მდინარე, რომელიც მიედინება შავი ზღვისაკენ და ამ დიდ მდინარეს, აი ეს დიდი მდინარე გახლავთ, კავკასიონის ქედია აქ, ამ დიდი მდინარის შუა წელზე გამოსახულია დასახლებული პუნქტი, რომელსაც აწერია აკვა. ლათინურად და იტალიურად ეს სახელწოდება სწორედ ასე იკითხება აკვა. ეს არის არც მეტი და არც ნაკლები დღევანდელი ქალაქ სოხუმის აფხაზური სახელწოდება აყვა. ბუნებრივია ყ-თანხმოვანი იტალიურში არ იყო, ამიტომ იტალიელი ავტორი ამ თანხმოვანს გადმოსცემს კ-თანხმოვნის, ც-თანხმოვნის მეშვეობით, რომელიც უხმოვნის წინ იკითხება როგორც კ. იქვე ამ ქალაქის გვერდით აღნიშნულია ოლქი, რომელსაც იტალიურად შემოკლებით ასეთი წარწერა აქვს აბკვას რეჯი, ანუ ეს არის ან აფსუას რეგიონი, ან აფხაზის რეგიონი. უფრო მოსალოდნელია, რომ ეს იყოს
აფხაზის რეგიონი, ვინაიდან ამ რუკაზე სხვა შემთხვევაც გვაქვს, როდესაც სიტყვების დაწერილობაში ავტორი შეცდომას უშვებს, თუნდაც აი სოხუმის ძველი სახელწოდება სანატოპოლი, ამისი მანიშნებელია სებასტოპოლი ფორმის მაგიერ წერია სანატოპოლი. ასე რომ აშკარაა, რომ ამ შემთხვევაში იგულისხმება ალბათ აფსუას ოლქი, ესე იგი ეს რუკა პირდაპირ გვიკარნახებს იმას, რომ 1561 წელს, როდესაც ჯაკოპო გასტალდი ადგენდა ამ რუკას, მან იცოდა, რომ კავკასიონის ქედის ჩრდილოეთით მდებარეობს მხარე, სადაც ცხოვრობს აფსუა მოსახლეობა, ანუ დღევანდელი აფხაზები და მათ მთავარ დასახლებულ პუნქტს ჰქვია სახელად აყვა, რაც აფხაზურად ითარგმნება როგორც დამყაყებული წყალი. დღეს ეს სახელი ქალაქ სოხუმს ჰქვია. ამ რუკაზე კი სხვა სახელითაა სოხუმი აღნიშნული. ესე იგი, აშკარაა, რომ 1561 წლის შემდგომ მოსულა აფხაზური მოსახლეობა ქალაქ ცხუმის, ანუ სოხუმის ტერიტორიაზე და თან მოუტანია ჩრდილოეთ კავკასიაში მდებარე მათი ძველი მთავარი დასახლებული პუნქტის სახელწოდება და შეურქმევია იმ ქალაქისათვის, რომელიც მას უკვე დახვდა ქართველების მიერ აშენებული და დიდი ხნის წინ დასახლებული. ახლა ამ შემთხვევაში ბუნებრივია ეს დასკვნები შესაძლებელია გაკეთდეს მხოლოდ და მხოლოდ ლინგვისტური, ენობრივი ანალიზის საფუძველზე და ისტორიკოსისათვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ფასეული გახლავთ, ვინაიდან წერილობითი წყაროს თანაბარი ძალა აქვს ასეთ მონაცემს, როდესაც ის თვალსაჩინოდ გვიჩვენებს თუ რა გზა გაიარა აფხაზურმა მოსახლეობამ ჩრდილოეთ კავკასიიდან სამხრეთისაკენ წამოსვლის დროს. ამ თვალსაზრისით რუკებთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ენობრივი ფაქტი. კერძოდ, აფხაზურ ენაში არის ზღვიდან მობერილი ქარის, ანუ ზღვაურის აღნიშნული ორი ძალიან საინტერესო სიტყვა. ერთი მათგანი ჟღერს როგორც აგაფშა, რაც სიტყვით ითარგმნება როგორც ზღვის ქარი. ან სხვანაირად სამხრეთის ქარი, ვინაიდან აფხაზურ ენაში სიტყვა აგა ნიშნავს ერთი მხრივ ზღვას და მეორე მხრივ სამხრეთს. მაგრამ ამ სიტყვის პარალელურად იმავე აფხაზურ ენაში ჩვენ გვაქვს ზუსტად იმავე მნიშვნელობის მქონე მეორე სიტყვა. ეს არის აგრფშა, რაც ზედმიწევნით თუ ვთარგმნით ქართულად ნიშნავს მეგრულ ქარს. ესე იგი გამოდის, რომ აფხაზისათვის ზღვა და სამეგრელო ერთსა და იმავე მხარეს ყოფილა იმ დროს, როდესაც ეს ორი სიტყვა შეიქმნა. თუ იმასაც გავიხსენებთ, რომ აფხაზურში სიტყვა აგა ნიშნავს არა მარტო ზღვას, არამედ სამხრეთსაც და რუკას თუ დავაკვირდებით, მიხვდებით, რომ აფხაზეთში ზღვა ზუსტად სამხრეთით პრაქტიკულად მხოლოდ ქალაქ გუდაუთიდან ახალ ათონამდე მდებარე რამდენიმე კილომეტრიან ზოლშია. დანარჩენ ადგილებში აფხაზეთის სანაპიროს თუ დააკვირდება კაცი, გეოგრაფიული თვალსაზრისით აღმოჩნდება, რომ შავი ზღვა აფხაზეთისათვის ან დასავლეთით მდებარეობს, ეს ძირითადად ოჩამჩირისა და ოჩამჩირის გალისა და გულრიფშის რაიონებს ეხება, ან მდებარეობს სამხრეთ დასავლეთით და არა პირდაპირ სამხრეთით. ეს უკვე ისეთი ფაქტი გახლავთ, რომელიც შეუსაბამობას ქმნის აფხაზური ენის მონაცემთან. აქ ბუნებრივად დაისმის კითხვა, როგორ მოხდა, რომ აფხაზურ ენაში სიტყვა აგა აღნიშნავს სამხრეთს, მაშინ როდესაც სინამდვილეში შავი ზღვა სამხრეთით აფხაზეთისთვის ტერიტორიის უდიდეს ნაწილზე არ მდებარეობს. აქ ერთადერთი პასუხი შეიძლება იყოს, რომ აფხაზური მოსახლეობა მაშინ ქმნის ამ სიტყვას, როდესაც მისი საცხოვრისიდან შავი ზღვისკენ მიმავალი უახლესი და უმოკლესი გზა არის სამხრეთით მიმავალი გზა და არა დასავლეთით ან
სამხრეთ-დასავლეთით მიმავალი გზა. ესე იგი, აფხაზური მოსახლეობა იმ დროს ზღვის სიახლოვეს, ზღვის ნაპირას ჯერ კიდევ არ სახლობდა. და აი ამ დასკვნის სისწორეს ადასტურებს ამ სიტყვის, აგაფშა სიტყვის ზუსტი სინონიმი აგრფშა, ანუ მეგრული ქარი, უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, ეგრისული ქარი, რაც პირდაპირ გვეუბნება იმას, რომ ზღვიდან მობერილი ქარი გაივლიდა ჯერ ეგრისელთა, ანუ მეგრელთა საცხოვრის და შემდეგ აღწევდა აფხაზთა საცხოვრისამდე. ანუ ზღვასა და აფხაზებს შორის მეგრული მოსახლეობა იყო. ეს ლინგვისტური ანალიზის შედეგად მოცემული დასკვნა, რომელსაც პირდაპირ უჭერს მხარს ერთ-ერთი რუკა, კერძოდ 1736 წელს ჰერმან მოლის მიერ შედგენილი რუკა, რომელზეც საქართველოს გახლავთ გამოსახული. აქვეა შავი ზღვა, რა თქმა უნდა, ზუსტად ეს არ არის ზუსტი გამოსახულება, მაგრამ ზღვის მოხაზულობა, მაგრამ საინტერესოა ის, რაც ამ ზღვის ზემოთ არის დაწერილი. შავი ზღვის ზემოთ დიდი ასოებით წერია მენგრელია, ხოლო მენგრელიას ზემოთ წერია აფკასა, ანუ აფხაზეთი. ესე იგი აფხაზია. იმის ზემოთ არის კავკასიონის ქედი გამოსახული. ესე იგი, სრულიად ნათელია, რომ ამ რუკის შემდგენელმა ჰერმან მოლმა იცოდა, რომ მაშინ, როდესაც მის ხელთ არსებული ინფორმაცია აღწევდა მის ხელთ, შავი ზღვის ნაპირას ცხოვრობდნენ ჯერ მეგრელები, შემდგომ კი აფხაზები. ეს რუკა და ენობრივი ანალიზის შედეგები აბსოლუტურად ავსებს ერთმანეთს და ყოველგვარ ეჭვს სპობს და გვიკარნახებს იმას, რომ რეალურად წარსულში აფხაზეთის მოსახლეობა იყო, დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორიის მოსახლეობა გახლდათ მეგრული, ანუ ქართული. ხოლო აფხაზური მოსახლეობა მის ჩრდილოეთით, მის ზემოთ ცხოვრობდა. ბუნებრივია, აი ამ ფაქტების შეჯერების შედეგად შეგვიძლია მხოლოდ ერთი დასკვნის გამოტანა, რომ სიტყვები აგაფშა და აგრფშა უნიკალური ენობრივი ფაქტია, რომელიც შემოინახა აფხაზურმა ენამ იმ დროიდან, როცა ეთნიკური სიტუაცია დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორიაზე იყო აბსოლუტურად განსხვავებული, ვიდრე ვთქვათ, თუნდაც მე-17 ან მე-18 საუკუნეებში. ეს სრულიად უეჭველი ხდება ასეთი მონაცემების გათვალისწინების შემდგომ. კიდევ ერთ რუკას მინდა მივაქციო ყურადღება. ეს გახლავთ არქანჯელო ლამბერტის მიერ, იტალიელი მისიონერის არქანჯელო ლამბერტის მიერ 1654 წელს შედგენილი რუკა. ამ რუკაზე ეს არის სამეგრელოს რუკა. ლამბერტი 18 წელიწადი ცხოვრობდა დღევანდელი გალის რაიონის ტერიტორიაზე და ძალიან კარგად იცნობდა იქაურობას. მას სწორედ ეს ტერიტორიაც აქვს აღნიშნული ამ რუკაზე და საინტერესო წარწერებია აქ წარმოდგენილი. კერძოდ რუკის ზედა ნაწილში აი აქ გამოსახულია მთები და მიწერილია, რომ ეს არის კავკასიონი. კავკასიონის გადაღმა აი ამ ნაწილში, რომელიც შეფერადებულია ამ რუკაზე ჩემ მიერ, არის წარწერა აფხაზი ჰოდიე აბასა, ანუ ლათინურად ეს ნიშნავს შემდეგს აფხაზები, ანუ თანამედროვე, ესე იგი აბაზები. ესე იგი აფხაზი და აბაზა ლამბერტის აზრით არის ერთი და იგივე. საინტერესოა, რომ თურქულ ენაში თითქმის დღემდე ასეა. აფხაზის აღსანიშნავ ტერმინად თურქები იყენებენ ერთი მხრივ სიტყვას აფხაზი და მეორე მხრივ იყენებენ სიტყვას აბაზა. ანუ მათთვის აფხაზი და აბაზა ერთი და იგივეა.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ კავკასიონის ქვემოთ მის პარალელურად ამ რუკაზე გამოსახულია თავდაცვითი კედელი, რომელსაც გოდოლები აქვს ჩაშენებული და ფრანგულ ენაზე აქვს წარწერა. აი ეს ფრანგული წარწერა გაცილებით უფრო კარგად ჩანს გადიდებულ ვარიანტში, სადაც შეგვიძლია წავიკითხოთ შემდეგი. ქართულად თუ თარგმნით, ეს ნიშნავს 60,000 მილის, აქ შეცდომა ნაბიჯი უნდა ეწეროს, სიგრძის კედელი აბასათა თავდასხმების მოსაგერიებლად ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე პირდაპირ ასე წერს ამ რუკის შემდგენელი იტალიელი ავტორი ფრანგულ ენაზე. და აბასა და აფხაზი, როგორც მოგეხსენებათ, ჩრდილოეთ კავკასიაშია მინიშნებული. ესე იგი, აშკარაა, რომ 1654 წლისათვის, როცა ამ რუკას ადგენდა არქანჯელო ლამბერტი, აფხაზური მოსახლეობა ჯერ კიდევ ჩრდილოეთ კავკასიაში ცხოვრობს და ცდილობს თავდასხმებით დაიპყროს ის ტერიტორია, რომელიც ქართველებით იყო დასახლებული. და ის ფაქტი, რომ მაშინ დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორია იმ დროს ნამდვილად ქართული იყო, ძალიან კარგად ჩანს ამ რუკის გეოგრაფიული სახელების მიხედვითაც. აქ რამდენიმე ისეთი გეოგრაფიული სახელია, რომლებიც მხოლოდ ქართულად ან მეგრულად იხსნება, მეგრულ დიალექტზე, მაგრამ არც ერთი მათგანი არ იხსნება აფხაზურ ენაზე. აი ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან საინტერესო ფაქტია. მაგალითად, აი აქ არის აღნიშნული სოფელი ეკლესიასთან ერთად, რომელსაც შეშელეთი აწერია. ეს სოფელი დღესაც მდებარეობს გალის რაიონში და დღესაც ეს სახელი ჰქვია. თუმცა დღეს აფხაზურმა მარიონეტულმა რეჟიმმა ამ სოფელს სახელი გადაუკეთა და ქართული შეშელეთის მაგიერ შაშალათ სახელი დაარქვა, თითქოს აფხაზური იყოს. არა და აფხაზურად ეს სიტყვა ნამდვილად მაინც არანაირად არ იხსნება, თუნდაც შაშალათ ვარიანტი რქმეოდა ამ სოფელს შორეულ წარსულში. აქვეა გამოსახული კიდევ ერთი გეოგრაფიული პუნქტი, რომელსაც გოგიელი ჰქვია. გოგიელი მდებარეობდა დღევანდელი ქალაქ გალის ადგილას და ბუნებრივია აქ იტალიელი ავტორი რომ სიტყვის ბოლოს იხმოვანს წერს, გოგიელი პირდაპირ ასე წერია, ეს იმას ნიშნავს, რომ მან იცის, რომ ეს არის ქართული სახელწოდება. გოგიელი აფხაზურად არაფერს ნიშნავს და არც იხსნება არანაირად. ასევე საინტერესოა მაგალითად კიდევ ერთი უფრო დასავლეთით მდებარე დასახლებული პუნქტი. აი აქ მდინარე კოდორთან ახლოს აღნიშნულია კიდევ ერთი დასახლებული პუნქტი, რომელსაც პირდაპირ აწერია, რომ ეს არის მარმარის კარი. მარმარის კარი. რა თქმა უნდა, შეიძლება არავის შეეპაროს ეჭვი იმაში, რომ ეს არის ქართული სახელწოდება. ყოველგვარი აფხაზურთან კავშირის გარეშე. იქვე ცოტა უფრო ქვემოთ, ზღვასთან უფრო ახლოს აღნიშნულია კიდევ ერთი დასახლებული პუნქტი, რომელსაც სპურგილი ჰქვია. სპურგილი ეს არის მიახლოებითი გადმოცემა მეგრული სიტყვისა წყურგილი, ანუ გრილი წყალი, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, წყარო. წყურგილი მეგრულად დღესაც წყაროს ჰქვია. ასე რომ ამ რუკის მიხედვითაც სრულიად ნათელია, რომ დღევანდელი აფხაზეთის იმ ტერიტორიაზე, რომელიც რუკაზეა აღნიშნული, მოსახლეობა იყო ქართული, გეოგრაფიული სახელები იყო ქართული და ასე შემდეგ. ეს ისეთი დასკვნებია, რომლებიც ერთმანეთთან პირდაპირ კავშირშია. ასეთსავე ცნობებს კიდევ ბევრი სხვა რუკა შეიცავს, რომლებიც სრულიად უტყურად გვიკარნახებენ იმას, რომ დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორია თავდაპირველად დასახლებული იყო მხოლოდ და მხოლოდ ქართული მოსახლეობით და საკმაოდ გვიან გაჩნდა ამ ადგილას სხვა ეროვნების მოსახლეობა, რომელმაც დაიკავა ქართული მოსახლეობის ადგილი. საისტორიო წყაროების მონაცემებს ავსებს ეს ფაქტები და ნათელი ხდება, რომ თავდაპირველად აფხაზური მოსახლეობა ცხოვრობდა ჩრდილოეთ კავკასიაში, შემდგომ ნელ-ნელა ისინი მოიწევენ დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორიისაკენ და
სხვადასხვა მიმართულებიდან სახელდებიან ახლანდელი აფხაზეთის მიწაზე. Აი ეს გახლავთ პირობითი რუკა, რომელიც გვიჩვენებს იმ მიმართულებებს თუ საიდან ხდებოდა აფხაზური მოსახლეობის შემოღწევა, შემოჟონვა დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორიაზე. სამი მთავარი მიმართულება გახლავთ. ერთი იყო დღევანდელი ფსოუს გაღმა მდებარე ტერიტორია, საიდანაც აფხაზური მოსახლეობის ნაწილი ჯიქების სახელით ცნობილი მოსახლეობა მოდის და ესახლება დღევანდელი გაგრისა და გუდაუთის რაიონების ტერიტორიაზე. მეორე მთავარი მიმართულება იყო ჩრდილოეთ კავკასიიდან, ყუბანის ნაპირებიდან დღევანდელი სოხუმის რაიონის მთიანი ნაწილისაკენ, უფრო ზუსტად მდინარე ბზიფის სათავეებისაკენ. შემდგომ ბზიფის ხეობით ჩამოდის ეს მოსახლეობა უფრო ქვემოთ ზღვისკენ და აქედან მიიწევს სოხუმისაკენ თავდაპირველად, სოხუმიდან შემდგომ აგრძელებს გზას უფრო აღმოსავლეთით და აღწევს დღევანდელი გალის რაიონის ტერიტორიამდე, მაგრამ იქ საბოლოოდ ვერ მკვიდრდება. და მესამე მიმართულება იყო მდინარე კოდორის ხეობიდან, კავკასიონის გადაღმიდან შემოდის აფხაზური მოსახლეობა და ესახლება იმ ადგილას, სადაც თავდაპირველად ასევე ქართული მოსახლეობა იყო. აი ამ დასკვნებს, რომლებიც რუკებისა და ენობრივი ფაქტების შეჯერების საფუძველზე ვაკეთებთ, ხარს უჭერს ბევრი სხვა სახელწოდებას, ბევრი სხვა ენობრივი ფაქტის. მაგალითად, შეიძლება გავიხსენოთ ის, რომ ბზიფის აფხაზეთში, რომელიც სამეგრელოსაგან საკმაოდ შორს არის, მდებარეობს ერთი პატარა სოფელი, რომელსაც საბჭოთა პერიოდში ჯერ რუსულ ენაზე კულტ უჩასტოკ, ესე იგი კულტურული უბანი ერქვა. შემდგომში 40-იან წლებიდან თარგმნეს ზუსტად ასე და ქართული კულტუბანი დაარქვეს. რა თქმა უნდა, არც კულტ უჩასტოკ და არც ქართული კულტუბანი არ არის ძველი სახელები ამ სოფლისა, მაგრამ საინტერესო გახლავთ ის ფაქტი, რომ საარქივო მასალების მიხედვით ამ სოფელს თავდაპირველად სულ სხვა სახელი რქმევია. კერძოდ მას რქმევია ასაბულეი. ახლა ერთი შეხედვით, რადგან ახმოვნით იწყება ეს გეოგრაფიული სახელი, შეიძლება ვინმე მიფიქროს, რომ ეს არის წმინდა აფხაზური გეოგრაფიული სახელი, მაგრამ ეს ასე არ არის. სინამდვილეში აქ საქმე გვაქვს გააფხაზურებულ ქართულ გეოგრაფიულ სახელთან. ანალიზი გვიჩვენებს, რომ ამ სიტყვაში პირველი ხმოვანი არის აფხაზური არსებითი სახელებისათვის დამახასიათებელი თავსართი, რომელიც ჩვეულებრივ ემატება ხოლმე არა მარტო საკუთრივ აფხაზურ სიტყვებს, არამედ სხვა ენიდან შესულ სიტყვებსაც. მაგრამ დანარჩენი ნაწილი არის წმინდა ქართული. კერძოდ, აქ საქმე ის არის, რომ საქმე ის გახლავთ, რომ აქ გამოსაყოფია სათავსართი და ბოლო ნაწილი, რომელიც უნდა ყოფილიყო ოხმოვანი. მაგრამ აფხაზურ ენას აქვს თავისი წესები, როდესაც სხვა ენიდან შედის სიტყვა, რომელშიც არის ოხმოვანი სიტყვის ბოლოს, იმ ხმოვანს ის შლის მისთვის დამახასიათებელი წესების შესაბამისად და ან ახმოვანს აჩენს მის ადგილზე, ან უამარცვალს. ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს, ოხმოვანი ქართული ენისა აფხაზურმა ენამ გადაიღო როგორც ახმოვანი, რომელსაც შემდგომ დაემატა მოკლე იოტა. და ასე მივიღეთ ბოლო დაბოლოება ეი. აისაგან მივიღეთ ეი. აქ არის ნაწილობრივი ასიმილაციის შემთხვევა და ეს ჩვეულებრივი დამახასიათებელი წესი გახლავთ აფხაზურისა სიტყვათა სესხების დროს. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც გახლავთ სიტყვის შუა ნაწილი. ეს არის არც მეტი და არც ნაკლები მეგრული გვარი ბულია. ესე იგი, აშკარაა, რომ თავდაპირველად ამ გეოგრაფიული სახელის ნაცვლად, ასაბულეის ნაცვლად, აქ ცხოვრობდა ბულიას გვარი, რომლის მიხედვითაც სოფელს დარქმევია სახელად საბულიო. საბულიო ფორმა, როდესაც ის უკვე ქართული მოსახლეობა აღარ დარჩა და უმრავლესობაში აღმოჩნდნენ მოსული აფხაზები, აფხაზურმა ენამ გადააკეთა ჯერ როგორც
საბულია, შემდეგ როგორც საბულიაი და ბოლოს საბულეი, რაც აფხაზური ფონეტიკისათვის დამახასიათებელი გახლავთ. დასაწყისში თავში დაემატა ა ხმოვანი აფხაზურისთვის დამახასიათებელი და ასე ჩამოყალიბდა ერთი შეხედვით აფხაზურის ძალიან მსგავსი ასაბულეი სახელწოდება. ესე იგი ნათელია რა გზა გაიარა ამ შემთხვევაში ამ კონკრეტული პატარა სოფლის ტერიტორიამ. აქ თავდაპირველად ცხოვრობდა ქართული გვარი, სახელიც ქართული ერქვა, მოდის შემდგომ აფხაზური მოსახლეობა, რომელიც ითვისებს დამხტურების მიერ დარქმეულ სახელს, მაგრამ თავისი ენის კანონების შესაბამისად უცვლის მას ფორმას და საბოლოოდ უკვე ისეთი ფორმა ჩამოყალიბდა, რომელიც ერთი შეხედვით ძალიან გავს აფხაზურს, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, აფხაზურ ენაზე აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს. არ იხსნება. ქართულად კი ის ძალიან ადვილად იხსნება, როდესაც ჩვენ სწორ მეთოდს ვიყენებთ და შესაბამისად დასკვნაც გამოდის ის, რაც სინამდვილეში შეიძლება ვიღაცას არ მოეწონოს, მაგრამ ეს არის ფაქტი, რომელიც ძნელი უარსაყოფია. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ კიდევ ერთი გეოგრაფიული სახელწოდება, რომელიც იქვე ბზიფის აფხაზეთშია გავრცელებული. ეს არის რიწის ტბის ზემოთ მდებარე კურორტის სახელი ავადხარა. აქაც რადგან ახმოვნით იწყება სიტყვა, შეიძლება ვინმე მიფიქროს, რომ ეს აფხაზური სახელწოდება, მაგრამ არც ამ შემთხვევაში გვაქვს საქმე აფხაზურ გეოგრაფიულ სახელთან, ვინაიდან ის აფხაზურ ენაზე არანაირად არ იხსნება. სამაგიეროდ თუ ჩვენ სწორ ანალიზს ჩავატარებთ, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ეს არის მეგრული მეტყველებიდან შესული გეოგრაფიული სახელი, რომელიც არა მარტო ამ კურორტის აღნიშნულად გამოიყენებოდა, არამედ გუდაუთის რაიონის უფრო დაბლა ზღვასთან ახლოს მდებარე ერთ-ერთი დიდი სოფლის სახელწოდებაშიც არის გამოყენებული. კერძოდ, გუდაუთის რაიონში არის საკმაოდ დიდი სოფელი, რომელსაც ქვია აფხაზურად ვათხარა, ხოლო იმავე აფხაზურის ნიადაგზე მისი მეორე ვარიანტიც არსებობს, ოთხარა. სინამდვილეში ეს სამი ფორმა, ავათხარა, ვათხარა და ოთხარა ერთი და იგივეა. სხვაობას მხოლოდ ის ქმნის, რომ პირველ ვარიანტში კურორტის სახელწოდებაში აფხაზური ათავსართია დასაწყისში გამოყენებული. რაც შეეხება დანარჩენ ნაწილს, ეს არის არც მეტი და არც ნაკლები მეგრული სიტყვა ოთხირე. ანუ სიტყვით თუ თარგმნით, სათხილე. თხირი მეგრულად იგივეა, რაც ქართული სამწიგნობრო ენის თხილი სიტყვა გახლავთ. ოთავსართი არის დანიშნულების სახელების მაწარმოებელი, ხოლო ბოლოსართი არის იმავე დანიშნულების სახელების ასევე მეორე მაწარმოებელი. შესაბამისად, როდესაც აფხაზურმა ენამ მიიღო ეს სიტყვა დამხდური ქართული მოსახლეობისაგან, პირველ შემთხვევაში, რომელიც უფრო კავკასიონის ქედთან უფრო ახლოს მდებარე გეოგრაფიულ პუნქტს აღნიშნავს, კურორტის სახელი ავათხარა უფრო მალე გააფხაზდა, ვინაიდან აფხაზური მოსახლეობა პირველად ყველაზე მეტად როგორც ჩანს იქედან იმ ზონიდან მოდიოდა დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორიაზე და იქ მალე დაიკარგა ქართული მოსახლეობა. შესაბამისად, გეოგრაფიული სახელების გააფხაზებაც იქ უფრო ადრე დასრულდა, ვიდრე აფხაზეთის დანარჩენ ტერიტორიებზე. ეს ასახულია ამ სახელწოდებაში. კერძოდ, ამ კურორტის სახელმა დაირთო, მაგრამ გუდაუთის რაიონის ტერიტორიაზე მდებარე სოფლის სახელწოდებამ, რომელიც იმავე ოთხირე ფორმისაგან მომდინარეობს, ეს ამ პრეფიქსის დართვა უბრალოდ ვეღარც მოასწრო, ისე გაითავისა ის აფხაზურმა ენამ და დღეს აფხაზები მას იყენებენ იმ ფორმით, რა ფორმაც მას თვითონ აფხაზურის ნიადაგზე ჩამოუყალიბდა, თუმცა ვიმეორებ, რომ წარმოშობით ეს გახლავთ მეგრული სიტყვა, რომელიც იხსნება მხოლოდ და მხოლოდ მეგრულად, მაგრამ არანაირად არ იხსნება აფხაზურ ენაზე. და აქ კიდევ ერთი რუკის შესახებ ორიოდე სიტყვას მოგახსენებთ, ეს არის დასავლეთ ევროპული კარტოგრაფიული
საქმის კლასიკოსის ჰოლანდიელი იუდოკუს ჰონდიუსის მე-17 საუკუნის პირველ ნახევარში შედგენილი რუკა, რომელზეც სხვა ტერიტორიებთან ერთად გამოსახულია შავი ზღვა, ტამანის ნახევარკუნძული, ყირიმის ნახევარკუნძული, აზოვის ზღვა. აზოვის ზღვას უერთდება დიდი მდინარე ყუბანი, რომლის ნაპირზე, ისევე როგორც ჯაკოპო გასტალდისა თუ სხვა იტალიელი კარტოგრაფების რუკებზე, გამოსახულია დასახლებული პუნქტი სახელწოდებით აკვა. ამასაც აკვა ჰქვია. ხოლო შავი ზღვის ნაპირას იმ ადგილას, სადაც დღეს ქალაქი სოხუმი მდებარეობს, ამ ქალაქის ანტიკური პერიოდის სახელწოდება მიწერილი დიოსკურია აწერია ზედ. ანუ აშკარაა, რომ არსებობს ორი ქალაქი. ერთია აყვა, აფხაზების ქალაქი, ჩრდილოეთ კავკასიაში, მდინარე ყუბანის ნაპირზე და მეორეა ქალაქი დიოსკურია, რომელიც დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორიაზეა და ამ რუკაზე ჩანს ის, რომ აქ ჯერ კიდევ, ესე იგი, სოხუმის მიდამოებში ჯერ კიდევ არ არის აფხაზური მოსახლეობა მოსული. ისინი ცხოვრობენ ჩრდილოეთ კავკასიაში და აქვთ იქ თავიანთი დასახლებული პუნქტი, რომელსაც აფხაზური სახელი ჰქვია. და ამ რუკის მონაცემს ის მნიშვნელობა აქვს, რომ ეს ქალაქი ჩერქეზეთის მეზობლადაა აღნიშნული, ანუ ჩრდილოეთ კავკასიაა ნამდვილად. აქ კავკასიონის ქედი საერთოდ არ არის აღნიშნული, მაგრამ აშკარაა, რომ ჩერქეზეთის მეზობლად ცხოვრობენ ამ პერიოდში ჯერ კიდევ აფხაზები. და ამას ენობრივი თვალსაზრისით ის გაგრძელება აქვს, რომ დიმიტრი ბაქრაძის ცნობით, რომელიც მე-19-მე-20 საუკუნეების მიჯნაზე მოღვაწეობდა, ქალაქ სოხუმში იყო უბანი, რომელსაც მე-19-მე-20 საუკუნეების მიჯნაზე თვით აფხაზებიც კი ჯერ კიდევ ცხუმის სახელით მოიხსენიებდნენ. ხოლო დანარჩენ ტერიტორიას ამ ქალაქისა ისინი უკვე თავიანთ ენაზე აყვა სახელით აღნიშნავდნენ. ესე იგი, ნათელია, რომ აფხაზებმა თავდაპირველი სახელწოდება ამ ქართული ქალაქისა, ცხუმი, რომელიც სვანურად რცხილას ნიშნავს, მე-20 საუკუნემდე შემოინახეს და იცოდნენ, რომ ქალაქის ერთ-ერთი უბანი, ყველაზე უფრო ძველი ნაწილი არის ამ სახელის მატარებელი. და დასკვნის სახით შეგვიძლია კიდევ ორი საინტერესო ენობრივი ფაქტი მოვიყვანოთ და დავამთავროთ ამით ჩვენი დღევანდელი საუბარი. აფხაზურ ენაში, ისევე როგორც ბევრ სხვა ენაში, არის მისალმების სხვადასხვაგვარი ფორმულები. თქვათ, ქართულ ენაშიც გვაქვს ასეთი შემთხვევები, დილის სხვანაირად ვესალმებით ერთმანეთს, შუა დღეზე სხვანაირად, საღამოს სხვანაირად. აფხაზურშიც ასეა, მაგრამ არის კიდევ სხვა ტიპის მისალმები. მაგალითად, ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მისალმების ორ ფორმულას. ერთ-ერთი ჟღერს ასე: ბზა ხაუცალტ, რაც სიტყვით ნიშნავს ცოცხალი აგერეკოს მაღლა. მისალმების ამ ფორმულას აფხაზები წარმოთქვამენ მაშინ, როდესაც მწყემსი შეხვდებათ საქონელთან ერთად. და არა აქვს მნიშვნელობა ის მწყემსი საქონელს საით მიერეკება, მთისკენ თუ ბარისკენ. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი აქ მაინც ის გახლავთ, თუ რას ნიშნავს ეს გამონათქვამი ეტიმოლოგიურად. ხაუცალტ ზმნური ფორმა სიტყვით ნიშნავს მაღლა აგერეკოს. ესე იგი, ნათელია, რომ ამ შემთხვევაში აფხაზები მწყემსთან შეხვედრისას მას უსურვებდნენ, რომ ცოცხლად გაერეკა თავისი საქონელი იქ, სადაც იმ მწყემსის მუდმივი საცხოვრებელია. და სად არის ეს მუდმივი საცხოვრებელი? არის არა ზღვის პირას, არამედ მაღლა, მთაში და ამას ენა პირდაპირ გვეუბნება. ბზა ხაუცალტ, ესე იგი, მაღლა აგერეკოს ცოცხლად. ეს ძალიან მნიშვნელოვანი კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტია იმისა, რაზეც ჩვენ დღევანდელ ლექციაში ვსაუბრობდით და მეორე ასეთივე მისალმების ფორმულა გახლავთ
ეიჰა ხაუგალტ ასე ეტყვიან აფხაზები იმ ადამიანს, ვინც მათ ურმით მომავალი შეხვდებათ. ანუ მეურმეს ეტყვიან ამას. სიტყვასიტყვით ეს გამონათქვამი ნიშნავს მეტი აგეზიდოს მაღლა. აქაც იგივე დასკვნა შეიძლება გავაკეთოთ. რატომ უსურვებს ერთი აფხაზი მეორე აფხაზს მაინც და მაინც მაღლა აზიდვას რაღაცისა და რატომ გადაიქცა ეს მისარმების ფორმულად? რისი ამსახველია? რა დროინდელი ფაქტია? რა თქმა უნდა, იმ დროინდელია, როდესაც აფხაზური მოსახლეობა უკვე დაძრულია ჩრდილოეთ კავკასიიდან, გადმოსახლებულია კავკასიონის გადმოღმა, მაგრამ ჯერ ზღვის ნაპირას არ ცხოვრობს. ცხოვრობს მაღალმთიან ზოლში, სადაც მისი მუდმივი საცხოვრებელია და ეს ენამ როგორც ფაქტი შემოგვინახა. ამდენად ასეთი მონაცემი ნებისმიერი ისტორიული წყაროს ტოლფასი გახლავთ. აი ეს გახლავთ ის შემთხვევები და ის მაგალითები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია ერთი მხრივ წმინდა ლინგვისტური თვალსაზრისით, ენათმეცნიერული ანალიზისათვის, მაგრამ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ისტორიკოსისათვის და მას აწვდის იმ ინფორმაციას, რასაც ვერცერთ წყაროში ვერ წააწყდება ადამიანი. გმადლობთ ყურადღებისათვის, მომავალ შეხვედრამდე.